და როცა მეტყვით ზურაბ ჯობინაძე ადვოკატი მოგესალმებით დღევანდელი პრესკონფერენცია იქნება განსხვავებული იმ წინა ჩემი გამოსვლებისგან რაც ადრე მქონდა გაკეთებული იმით განსხვავდება დღევანდელი პრესკონფერენცია რომ შესაძლებელია ჩემი პრესკონფერენცია აღმოჩნდეს ბოლო იმდენად რამდენადაც საკმაოდ სარწმუნო წყაროებით ვიცი რომ ხელისუფლება ახალი ხელისუფლება ხაზს უსვამს ჩემ დაპატიმრებას აპირებს რატომ უნდა აღმოჩნდეს ბოლო და რატომ აპირებს ხელისუფლება ჩემ დაპატიმრებას გეტყვით მე ერთადერთი ადამიანი ვარ საქართველოში ერთ-ერთი კი არა ერთადერთი რომელმაც გაბედა და ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ თქვა რომ ნაციონალური მოძრაობა მასობრივად ახდენდა ხალხის გადაბირებას და აგენტების ჩანერგვას პოლიტიკურ პარტიებში და მასობრივად ეს ჩანერგილი ხალხი ემსახურებოდა პოლიტიკური პარტიების დისკრედიტაციას, მათთვის აგენტების დარქმევას, მათზე საქმეების გაჩალიჩებას, 26 მაისის მოვლენებს და 1000 უზნეობას და უბედურებას. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ მე გავბედე და არჩევნების შემდეგ ვესტუმრე საქართველოს მთავარ პროკურორს თავისთან კაბინეტში და დეტალურად მოუყევი იმ გადაბირების და გადაბირებულების და მათ შორის ჩემს შესახებ თუ როგორ ვიყავი ჩანერგილი ქართულ ოცნებაში და როგორ უსმენდი და უთვალთვალებდი მას უთვალთვალებდი ვახტანგ ხმალაძეს ვიწერდი ჩანაწერებს და ასევე მე მონაწილეობდი ყველა იმ უზნეობაში რაც ხორციელდებოდა პარტიების მოსმენებისა და თვალთვალის და მათზე საქმეების გაჩალიჩების კუთხით ეს მოუყევი და ამაზე ბატონი არჩილის დავალებით 32 გვერდიანი ჩვენება მივეცი. ეს შეცდომა იყო თუ არა ეს გადაწყვიტოს დრომ, შეიძლება იყო ეს შეცდომა ჩემი მხრიდან, შეიძლება არა, მაგრამ მას შემდეგ ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა. ასევე მე მქონდა პრეტენზია იმაზე, რომ მე ერთადერთი ადამიანი ვარ იმათ შორის, ვინც გაბედა და ეს ხმამაღლა თქვა. ასევე ერთადერთი ადამიანი ვარ იმაზე, ვინც იცის როგორ სააკაშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა როგორ მიითვისა მართლმსაჯულება და როგორ ემსახურებოდა ადეიშვილის ნებასურვილს სასამართლოს ყველა მოხელე. მე განვაცხადე რომ ქართული სასამართლო არ არის ბატონო მიხეილ სააკაშვილის და ადეიშვილის და ნაციონალური მოძრაობის შექმნილი ამის პროექტის ავტორი და მთავარი ორგანიზატორი ბრძანდება ომარ ჯორბენაძე ჩემი ძმა. ომარ ჯორბენაძე არის ძალიან ჭკვიანი და ძალიან წესიერი ადამიანი და მათ ეს კაცი გამოიყენეს და დღეისთვის ჩემი ძმა არის ინვალიდი, პარკინსონიზმით დაავადებული და ეს უზნეო რეჟიმი, რომელიც ნაციონალური მოძრაობა არის და დღეისთვის ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირები ყოფილი მოძღრავენ კიდევ მე ვაცხადებ რომ ზუსტად ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პროკურორებმა მომიყვანეს ჩემი ძმა ციხეში როდესაც დაპატიმრებული ვიყავი და იმის ზეწოლით რომ ჩემს ძმას რაიმე დაემართებოდა დავთანხმდი თანამშრომლობას. ესეც მოყოლილი მაქვს მთავარ პროკურორზე და კიდევ სხვა რაღაცები რის გახმაურებასაც ეხლა არ ვაპირებ. თუმცა ეხლა ვიტყვი რომ მე მთავარ პროკურორს ეხლა აქტუალურია არჩევნები მოდის და მე მთავარ პროკურორს მოუყევი თუ როგორ იყვნენ ხალხი ჩანერგილი თავისუფალ საქართველოში როგორ იყვნენ ხალხი ჩანერგილი დემოკრატიულ საქართველოში ანუ ბურჯანაძის პარტიაში რა რაოდენობის ხალხი იყო ჩანერგილი და ვინ უსმენდა ვინ უთვალთვალებდა და როგორ კეთდებოდა ჩანაწერები ესეც დეტალურად მაქვს მოყოლილი მე რატომღაც შარშან დეკემბრის შემდეგ ყურითაც კი ვერ გავიგე პასუხისგაცემაზე ლაპარაკი ზედმეტია მათ შორის მაქვს გაკეთებული 6 განცხადება წერილობით მინდა განვაცხადო რომ ქალბატონ თეაწულუკიანს პირადად კანცელარიის მეშვეობით მივართვი 8 გვერდიანი განცხადება რომელიც ზუსტად ასახავდა სასამართლო რეფორმაში მიმდინარე პროცესებს ზუსტად მოუყევი მე ადამიანმა რომელმაც ზეპირად ვიცოდი ვინ რატომ დანიშნეს მოსამართლედ მოუყევი იმ მოსამართლეების სახელები და გვარები ვინც კორუფციული გარიგებით იყვნენ დანიშნულები და ასრულებდნენ მოვალეობებს და იმედი მქონდა რომ ქალბატონი წულუკიანი სასამართლო რეფორმას გაართმევდა თავს შედეგად მივიღეთ ნაციონალური პირდაპირ ვამბობ მივიღეთ ნაციონალური სასამართლოს გაძლიერება
ანუ სასამართლო ხელისუფლება მთლიანად ხელში უჭირავს ნაციონალურ მოძრაობას, მივიღეთ იუსტიციის საბჭოს მთელი შემადგენლობა ორი კაცის გარდა ნაციონალური და მივიღეთ უსამართლო სასამართლო და მივიღეთ ის რომ გაამართლეს გამოპატიურებელი პოლიციელები ბორჯომის ყოფილი პოლიციის უფროსი და თურმე ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, მივიღეთ ის რომ გამამართლებელი განაჩენი დადგა ჯალათი ახალაიას მიმართ, თურმე ეს ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცესია, მივიღებთ იმას რომ პროკურატურის დანაშაულებრივი მოქმედების შედეგად ამას ხარს უსვამ ჩვენი პროკურატურა დანაშაულებრივ მოქმედებაშია შესული, იმიტომ რომ ბრალდებები რომლებიც უნდა წაყენებოდა ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირებს, ეს ბრალდებები შეგნებულად მახინჯდება, პროკურატურის მაღალი თანამდებობის პროკურორები შეგნებულად არ უყენებენ მტკიცებულებებს ისეთს, რომელიც იქნება სასამართლოსთვის გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი და ჩვენ მალე მივიღებთ მეორე გამამართლებელ განაჩენს ბაჩო ახალაიას მივართ და მალე მივიღებთ ვანო მერაბიშვილის გამამართლებელ განაჩენს. შედეგად გვექნება ის რომ დაგმოძღვროს ბატონო, მე ღიად გამოვხატა ჩემს უსაზღვრო პატივისცემას საქართველოში ყველაზე დიდი ადამიანის ბიძინა ივანიშვილის მიმართ. მიმაჩნია რომ რომარა ბიძინა ივანიშვილი დღეს ნაციონალური რეჟიმი ჩაგვახჩობდა სისხლში. ბიძინა ივანიშვილის უდაოდ წარმოუდგენლად დიდი დამსახურება არის რომ ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა. მაგრამ მე ვამბობ ტელევიზიით მივმართე, გაზეთით მივმართე, განცხადებით მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ეს ყველაფერი წერილობით მოუყევი. ბატონო ბიძინა, თქვენი მაღალი თანამდებობის პირები ღალატობდნენ მაშინაც, როდესაც თქვენ ღებულებდით საქართველოს მოქალაქეობაზე პროცესები მიმდინარეობდა სასამართლოში, ღალატობდნენ შემდეგ, როდესაც არჩევნები მზადდებოდა, იმიტომ რომ ყველა ინფორმაცია მიდიოდა ნაციონალურ მოძრაობაში და ნაციონალური მოძრაობის სპეცსამსახურებში და ღალატობენ ეხლაც, როდესაც არაფერს არ აკეთებენ ხალხის დაპირებების შესასრულებლად. ეს ხალხი მაქსიმალურად გადართულია იმაზე, რომ თქვენი წასვლის შემდეგ პოლიტიკიდან თვითონ დარჩნენ ხელისუფლებაში და ჩვენ თუ ასე გაგრძელდა, გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ხალხს საერთოდ აღარ ელაპარაკება. ამდენად მე თქვენ წერილობითაც მოგვართეთ და საჯაროც განვაცხადე, ეს ხალხი ნაციონალური მოძრაობის აგენტები არიან. დავასახელე კიდეც მათი ვინაობა, გრძელდება მათი ვინაობის დასახელება. თუ გინდათ რომ საქართველოს ისტორიაში თქვენ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის, შეხვიდეთ როგორც ყველაზე დიდი პიროვნება მე-20 და 21 საუკუნეში ილია ჭავჭავაძის შემდეგ, თქვენ როგორმე უნდა მოახერხოთ ამ ხალხისგან გამიჯნვა, მოღალატეებისგან გამიჯნვა და რეალურად უნდა აღადგინოთ სამართლიანობა საქართველოში. რისი ძალაც თქვენ ნამდვილად გაგაჩნიათ, მხოლოდ პოლიტიკური ნება სჭირდება ამას. ეხლა რაც შეეხება ჩემ დაპატიმრებას, ამ რამდენიმე დღის წინ ძალიან მაღალი თანამდებობის პირი პროკურატურიდან მობრძანდა ჩემთან, იმ პირის სახელგვარს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ის ჩემი მეგობარია და სიკეთე გააკეთა ჩემთან რომ მობრძანდა და მითხრა რომ შედგა საიდუმლო თათბირი ჩემ თავარ პროკურატურაში, მას შემდეგ მე რაც განვაცხადე რომ ქართულ ოცნებაში არიან ნაციონალური მოძრაობის ჩანერგილი აგენტები და დავასახელე მათი ვინაობა. მობრძანდა ჩემთან პროკურატურის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი და თქვა რომ ბატონო ზურაბ, შედგა თავარ პროკურატურაში თათბირი თქვენი დაპატიმრების თაობაზე. თქვენი დაპატიმრება ვერ გადაწყდა მთავარ პროკურატურაში, იმიტომ რომ ამას მათი აზრით პოლიტიკური ელფერი ექნებოდა, ამიტომ ჩემი დაპატიმრება დაავალეს ქალაქის პროკურორს ქალბატონ მაია მწარიაშვილს. ამის შემდეგ, უკვე ამ პროკურატურაში თათბირის შემდეგ, შედგა თათბირი ღამის 3 საათზე მაია მწარიაშვილის ოთახში, ქალაქის პროკურატურის კაბინეტში, რასაც ესწრებოდნენ ქართული ოცნების ჩემ მიერ დასახელებული აგენტები, ნაციონალური მოძრაობის აგენტები და ესწრებოდნენ კიდევ სხვა მაღალ ჩინოსნები და რადიკალურად ითხოვდნენ ჩემს დაპატიმრებას. თუ მართლა გაქვთ ჩემი დაპატიმრება, ვაცხადებ, ნუ მოიქცევით ნაციონალურად, ნუ მიბაძავთ აბეიშვილს, რომელმაც ქუჩაში ჩვენების მისაცემად მიმავალი დამაკავა
ხსნის ციხიდან გამოსვლისას მოქმედი ადვოკატი, ნუ მაგცევთ კრიმინალად, იცხადებთ, არ ვარ მე კრიმინალი, საკუთარ წარსულს მიხედოს ყველამ და საკუთარ წარსულს გადახედოს ვინ ვისი მოყვანილია და ნუ მაგცევთ კრიმინალად, თუ მართლა გაქვთ ჩემი დაპატიმრება გადაწყვეტილი, გამომიგზავნეთ უწყება. მე წარმოგიდგენთ ჩემ ადვოკატს ბატონ თეიმურას მაისურაძეს, გამომიგზავნეთ უწყება, არსად არ გავდივარ, მოვალ და მოგცემ ჩვენებას რასთანაც დაკავშირებითაც გაინტერესებთ ყველაფერს. ასე რომ ნუ მოიქცევით კრიმინალურად პროკურატურის მაღალ ჩინოსნები და კანონის შესაბამისად გამომიძახეთ, თუ მართლა გაქვთ ჩემი დაპატიმრება გადაწყვეტილი. თუ არა ჩავთვლი, რომ თქვენ ხართ ნაციონალური მოძრაობის ღირსეული მემკვიდრეები და მაშინ ისე ვიმოქმედებ, როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს მოქმედებდი. დიდი მადლობა, ეხლა წარმოგიდგენთ ბატონ თეიმურას მაისურაძეს. კი ბატონო. ბატონო. გამარჯობათ. მე ვარ ადვოკატი თეიმურაზ მაისურაძე. დღეისათვის ვახორციელებ ზურაბ ჯორბენაძის უფლებების დაცვას. ისეთი ამაღელებლად ისაუბრა ბატონმა ზურაბმა, რომ უბრალოდ როგორც ადვოკატმა პრესისათვის დასამატებელი არაფერი არ მაქვს, მაგრამ მე მინდა განვაცხადო, რომ ის სამართლებრივი ასპექტები, რაც ბატონმა ზურაბმა დაასახელა, ობიექტური ჭეშმარიტებაა და ამიტომაც ვერ უარყოფს დღევანდელ მოქმედი ხელისუფლება და თვითონ ეს მართლმსაჯულების სვეტი, ვერც უზენაეს სასამართლო, ვერც პროკურატურა, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმიტომ რომ ეს დადასტურებული ფაქტობრივ გარემოებზე საუბრობს ბატონი ზურაბ ჯორბენაძე. ჩემი მოვალეობა მიმაჩნია, რომ როგორც მოქალაქეს, როგორც ადვოკატის პროფესია ღირსეული პროფესიაა და დღეისათვის იმდენად რამდენადაც ზურაბ ჯორბენაძე არის დაუცველი ხელისუფლებისაგან, მე გადავწყვიტე ყოფილიყავი მისი როგორც პიროვნულად, ასევე როგორც ადვოკატი ვიყო მისი დამცველი. ზურაბ ჯორბენაძე მინდა განვაცხადო, ნამდვილად არის ამ რეჟიმის მსხვერპლი. როდესაც საუბრობენ, რომ თურმე ბოკერი არის მსხვერპლი ან ვიღაც ჯალათებზე, ეს არის სრული დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის ასპექტი. ისინი არ არიან დანაშაულების მსხვერპლი. ყველა არის ორგანიზატორი, მაგრამ ზურაბ ჯორბენაძის ნაირი განათლებული ადამიანები, პატიოსანი მშვიდმდგომარეობაში ცხოვრები ადამიანები არიან ნამდვილად რეჟიმის მსხვერპლი. აი მსხვერპლის განმარტება ავიღოთ, შეგვიძლია ავიღოთ ჩვენ ზურაბ ჯორბენაძის ცხოვრების მაგალითიდან. რაც შეეხება, მინდა პრესას განუცხადო, რომ ძალიან აღმაშფოთებელია, როდესაც ზურაბ ჯორბენაძე აცხადებს, რომ შეიძლება დამაპატიმრონ, შეიძლება მომკლან ასეთ დონეზე, ელიტარულ დონეზე, შეიძლება ითქვას, ამაზე მეტი ელიტარული დონე არ არსებობს დღეს. მეც მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად სერიოზული საფრთხეა, დროული და ჭირდება ნამდვილად მას დაცვა. მე ვაცხადებ, როგორც მისი ადვოკატი, ვაცხადებ, ჩვენს უკან დგას კიდევ ჯანსაღი ქართული საზოგადოება, დაზარალებულები, გულშემატკივრები და ღირსეული მოქალაქეები, ღირსეული ქართველი ხალხი. მე ვაცხადებ და ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას. დღევანდელი ხელისუფლება არ არსებობს, არსებობს ორხელისუფლებიანობა. ორივე ხელისუფლებას უცხადებ და ვაფრთხილებ, თუ კი რაიმე თუნდაც ნიშანი, დევნის, თუნდაც თვალთვალის რაიმე იქნება, ჩვენ უფრო სერიოზულ გადამწყვეტ ღონისძიებას მიმართავთ. დღეისათვის ეს იყო ის შესაძლებლობა თქვენი მეოხებით, რომ გაგვეცხადებინა და ასე თუ ისე
მაინც ჩვენს ირგვლივ იყოს სიმშვიდე და საზოგადოება მიცოდეს რაც ხდება. ერთი რამ მინდა განვაცხადო, ბატონი ჟორბენაძემ განაცხადა სამართლიანობასთან დაკავშირებით და მოსალოდნელ არჩევნებთან ესე იგი დანიშნულ არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება. ძალიან დიდი დრო უნდა ასეთი ამ ასპექტების გაშუქებას, მაგრამ ძალიან მოკლედ ვიტყვით, თუნდაც ერთ წუთში რომ არავითარი სამართლიანობის ადგენა არ ხდება და არც შეიძლება მოხდეს. ხალხს ტყუილად მოაქვს თვითიმედოვნების რაღაც სრულ იმედები, საკუთარ თავს მიიმშვიდებენ, რადგან ახალი ხელისუფლებისგან არავითარი ნიშანწყალიც კი არ ჩანს, რომ ცდილობდეს ან რაიმეს გეგმავდეს სამართლიანობის აღდგენის შესახებ. პირიქით, მათ გაამყარეს ელიტარული კორუფცია. საქართველოში ერთი წლის მანძილზე ქართული ოცნება ამყარებდა ელიტარულ კორუფციას, რომელიც 90-იანი წლებიდან ირგებოდა და ყარდებოდა საქართველოში. რა არის ელიტარული კორუფცია? ელიტარული კორუფცია არის, რაც ძალიან წუხვარ წqins და მოუწოდებ ყველა პროფესიონალი იურისტებს, ეკონომისტებს განუმარტონ ხარს. ზოგს გონია რომ თანამდებობის პირი ფულს ღებულობს, ეს არის ელიტარული კორუფცია. არა ხალხო, ეს არ არის ელიტარული კორუფცია. მაგალითად დიდარი კაცი რომ ფულს ღებულობს, ელიტარული კორუფცია არა. ელიტარული კორუფცია არის ის, როდესაც იქმნება კანონმდებლობა, მახინჯდება კონსტიტუცია, ხალხის სოციალური სამართლიანობის ძირითადი შემადგენელი კომპონენტი, ხალხის ნება აღარ გამოიხატება კანონმდებლობაში, იქმნება კანონმდებლობა, რის საფუძველზეც მმართველ პარტიას ეძლევა საშუალება განახორციელოს დანაშაული, გაყიდოს მიწები, ქარხნები, ფაბრიკები, ააშენოს გესები, ყველა პროექტები განახორციელოს დანაშაული და მიითვისოს ფული. რამდენი ფულია მითვისებული? აგერ 7 მილიარდი, როგორც ოფიციალურად განაცხადეს, 7 მილიარდ დოლარი ამოუღიათ საპროცესო შეთანხმებებით მოქმედ ხელისუფლებას, ნაციონალურ მოძრაობას. არავინ არაფერს არ აკეთებს. ამ 7 მილიარდს ახლა რომ არ მიმდინარეობს არავითარი საქმის წარმოება, რომ მინისტრი რჩება ხელისუფლებაში, ხო იყენებს ქართული ოცნება, რა თქმა უნდა იყენებს. ხალხიდან ამოღებული ფულია ის. ჯერ ისედაც გაღატაკებული ხალხის კისრიდან. ეს მინდოდა მეთქვა ჩვენ წინგველის არჩევნები, წინგველის ბრძოლა, ყველამ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი არჩევნების გაყალბებისგან და ყალბი ხელისუფლებისგან, რომელიც არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებას. სამწუხაროდ 91 წლის შემდეგ, როდესაც კანონური ხელისუფლება იქნა დამხობილი სამხედრო გადატრიალებით. ქართულ ხალხს მოუწოდებ. მარტო ჟორბენაძე კი არა, ყველა ვართ დასაცავი და ყველა ვიყოთ ჯანსაღი არჩევანისთვის მზად არჩევნებზე. მე პირად განვაცხადებ, რომ მე პირად თუ ჩამითვალოთ უხეშად, მე პირად მიცემ ყველაზე განათლებულ, ყველაზე მაღალი განათლების და ზნეობრივად მზად ქართველ ქალს, ნინო ბურჯანაძეს ხმას, რადგან იგი დაასახელა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც არის თამარ დედოფლის ტოლაქალი, საქართველოს დედოფალი და მხოლოდ ბურჯანაძეს შეუძლია ურთიერთობა, ჯანსაღი კომუნიკაბელობა ჰქონდეს ქართულ ხალხთან. ალბათ. დიდი მადლობა.